მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს ვისაუბროთ სამყაროს ძირითად კანონზე. ანუ მსგავსი იზიდავს მსგავს, ანუ ენერგია მატერიალურია. გონებაში აღმოცენებული თითოეული აზრი და გრძნობა იზიდავს ანალოგიურ ენერგიას. იდეის ენერგია არის პირველხარისხოვანი, მატერია კი მეორე. იდეა ეს არის გეგმა ანალოგიური სურათის, ანუ სიტუაციის წარმოდგენით, რომელიც ახდენს შესაბამისი ენერგიის მაგნეტიზაციას. ეს კი შემდგომ ვლინდება ფიზიკურ ასპექტში, ანუ მატერიალიზდება. ფიქრი და წარმოდგენა კი გონებაში ქმნის ჩვენს რეალობას. აზრს და გრძნობას თან ერთვის ემოციაც, რომელიც შემდგომ გადადის მოქმედებაში. მაგალითად, ვინმეზე ნაწყენი თუ ხარ, უყურებ განკითხვის თვალით, გრძნობ მის მიმართ სიბრაზეს და ფიქრობ ყოველდღიურად ამაზე, ამ დროს კი რა ხდება? ის რომ მსგავსი იზიდავს მსგავს და ადამიანი არის მუდმივად გაღიზიანებული ამის გამო და გაუთევებულ პრობლემებსა და განცდებში. და სადაც არ უნდა წავიდეს, ხვდება იმ ენერგიას, რომელსაც ასხივებს ნეფსით თუ უნებლიეთ. მუდამ გვახსოვდეს ის, რომ გვსურს თუ არა ჩვენ ვიზიდავთ ჩვენს ცხოვრებაში იმას, რაზეც ხშირად ვფიქრობთ, რისიც გვწამს და ველით, რასაც ვამბობთ და როგორც მოქმედებთ. ეს არის სამყაროს კანონი, რომლის მიხედვითაც რა ენერგიის ტრანსლირებასაც ვახდენთ, ანუ რა ენერგიასაც ვუშვებთ სამყაროში, იგივე დაგვიბრუნდება უკან, გაორმაგებული და გაათმაგებული ძალით. გისურვებთ მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას.